დღეს ჩვენ ვნახეთ კიდევ ორი პოლიტიკოსის დაპატიმრება. მოდი დავიწყოთ ამ თემის შეფასებით. ეს მიანიშნებს იმას, რომ ივანიშვილი არა თუ რაიმეს გამოსწორებას აპირებს, არამედ სრულისვლით მიდის და რა გეზიც აქვს აღებული. რა გავლენას ახდენს ეს? ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე, მათ განწყობებზე საქართველოს მიმართ. საგამოშვიდობისა, მე მგონია, რომ დღესაც მოხდა და რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, პირველ რიგში არის დიაგნოზი იმისა, სად ვართ და სად მიდის ეს ქვეყანა. და ეს არის ძალიან ცუდი დიაგნოზი. ეს არის პრაქტიკულად ქვეყნის განწირვა ავტორიტარიზმზე, დიქტატურაზე, ერთი ადამიანის და ერთი პარტიის მმართველობაზე და დაკანონება კანონს მიღმა მართვის, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არის ეგ. კანონს მნიშვნელობა აღარ აქვს მნიშვნელობა აღარც სასამართლოს, აღარ აქვს მნიშვნელობა აღარც რაიმე პოლიტიკურ პროცესს, ეს ყველაფერი არის 1 2 3 4 ადამიანის გადაწყვეტილებები. დღევანდელი დაკავება ეგ იყო იმ აბსურდული მოტივით დაკავება, რაც მოვისმინეთ, რომლის გამოც შეუძლებელია უბრალოდ ნებისმიერ ნორმალურ პირობებში ქვეყანაში, სასამართლოს პირობებში კორუფციის კვალიფიკაციის მიცემა, ისევე როგორც ყველა ის კანონი, რომელიც აქამდე იქნა მიღებული, ყველა ის აქტივისტი, რომელიც აქამდე იქნა დაკავებული, განსაკუთრებით მიგიდი ესამიძის საქმე, რომელიც სრულიად ყველანაირი კანონს მიღმა პროცესია, გასულია საერთოდ ჩარჩოს მიღმა, როდესაც ადამიანი აფერადებს პლაკატს და ამის გამო ხდება ციხეში. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, რომ ჩვენ თუ როდესმე გვინდა რომ ამ ქვეყანაში გქონდეს დემოკრატია, პოლიტიკური სიტყვა უნდა იყოს ყოველთვის დაცული ყველაზე მეტად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. პოლიტიკური სიტყვაში იგულისხმება ნებისმიერი სიტყვა, მაგრამ განსაკუთრებით ის, რომელიც პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს, რომელიც არ ეთანხმება მთავრობას. ამ გამოხატვას არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს გაფერადების ფორმით, იქნება ეს ყვირილის ფორმით, იქნება ეს გინების ფორმით, თუ იქნება ეს მათ შორის ისეთი ტიპის პოლიტიკური განცხადების და დაპირების ფორმით, რომელიც ხაბეშვილმა გააკეთა. ანუ ეს არის ანაბანა დემოკრატიის შენებლობის. ამიტომ რომ დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ეს უმძიმესი რამ და ამიტომ ჩვენ მგონი კარგად უნდა გავიგოთ ყველამ, რომ მხოლოდ ჩვენს ქმედებებზე იქნება, მხოლოდ ჩვენს რაოდენობაზე, მხოლოდ ჩვენს мотивациაზე და ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ეს თოდის შეიცვლება, ეს ერთი და მეორე, საგარეო მხრივ ეს არის უბრალოდ ვერდიქტის გამოტანა ქვეყნისთვის, რომ არ არსებობდეს არანაირი ევროინტეგრაცია, არ არსებობდეს არანაირი განვითარება, არანაირი კარგი ურთიერთობები დასავლურ და დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ეს ნაბიჯები არის პირდაპირ განაჩენის გამოტანა ამ ქვეყნისთვის. ძალიან ცუდი სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ამ ქვეყნისთვის. ეს განაჩენი, რომელიც ივანიშვილს გამოაქვს საქართველოსთვის, რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განაჩენს, ეს როგორი შეიძლება იყოს და ფიქრობ თუ არა, რომ არ არის საკმარისი ტემპი, რომელიც დასავლეთში არსებობს ივანიშვილის დასაშლელად ამ ყველაფრის გამო. არ არის საკმარისი ტემპი, ამას ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც. საქმე იმაშია, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არ დავკარგოთ აქ დემოკრატია, არ დავკარგოთ აქ ელემენტარული ადამიანის უფლებები, ვიდრე თუნდაც უვიზო რეჟიმი. ანუ ჩვენ ის კი არ არის, რომ უვიზო რეჟიმს ვკარგავთ, უვიზო რეჟიმის დაკარგვას ბოლოს ხალხი აიტანს. ვკარგავთ ელემენტარულ საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და როცა ამას კარგავს ქვეყანა ამ რეჟიმის ქმედებების შედეგად, რა თქმა უნდა, ამაზე მე ბუნებრივი პასუხია ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორების, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ეს ქვეყანა იღებდა და ეს ჩვენი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ, იმის გამო როგორი სახელმწიფოც ვიყავით, მათ მიერ მოაზრებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც რეფორმებს ატარებდა, ეს სიკეთეები თუ შენ გონია რომ ყველა ვარიანტში გარანტირებული გაქვს, ძალიან ცდები. ეს სიკეთეები არის ბმაში იმასთან, როგორი სახელმწიფო ხარ და რა გეზს ატარებ, რა კურსზე ხარ, გაქვს თუ არა დემოკრატია, იცავ თუ არა ადამიანის უფლებებს, იცავ თუ არა უმცირესობების უფლებებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რასაც აქ ხარ ქვეყნებში კარგავთ აი ამ რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, თავის მხრივ არის უფრო დიდი ნებისმიერი სხვა გარესიკეთე, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება იმ სხვა გარესიკეთეების დაკარგვას და კიდევ ერთხელ არ არის მარტო უვიზო რეჟიმი, ეს არის უბრალოდ გახსნილობა, თავისუფლება, მეტი ტურისტი, მეტი ფული, მეტი ეკონომიკური და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ხშირად ამ რეჟიმის პროპაგანდა ასეთ ცდილობს აჩვენოს, რომ ეს არის ან-ან. გასაგებად უფრო მნიშვნელოვანი არის ის რაც შიგნით ხდება, ვიდრე ის რაც გარეთ ხდება. ანუ და რომ ჩვენ რაღაც არ გავცვლით ჩვენ სუვერენიტეტს ვიზებს, ეს აჩვენებს ცრუ დილემებს. ყველაფერი ეს არის ცრუ დილემა. ზუსტად მაგას ვამბობ. ანუ ჩვენ
ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის არ უნდა შევეგუოთ, რაც აქ ხდება იმას. იმიტომ რომ ეს ხვალდაზეგ ყველას შემოუბრუნდება, ეს აკლები ყველასთან დაიჩოქებს. დღეს 23 წლის გოგოზის სრულიად უმიზეზო ციხეში ხვალ შეიძლება 10 იმდენი, რომელსაც დღეს ქართულ ოცნების მიმართ სიმპათია ან ეშინია, ან რაღაცა ფულს იღებს და მასე დამოკიდებულია, ისინი აღმოჩნდნენ ციხეში, იმიტომ რომ ამ რეჟიმში ქვეყანა როცა იწყებს და აგრძელებს ცხოვრებას, ეს უსამართლობა ეხება ყველას. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, უვიზო რეჟიმი გვექნება, არ გვექნება, ევროპელები დაგველაპარაკებენ, არ დაგველაპარაკებენ, მაგრამ პარალელურად ამისა ვკარგავთ იმას, რაც წლების და თაობების განმავლობაში ქართულ დიპლომატთა, ქართულ პოლიტიკოსთა, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა სხვა ასე შემდეგ ძალისხმევით იქნა მიღებული. ეს უვიზო რეჟიმი არავის არ უჩუქნია ჩვენთვის, ეს არ არის ფეშქაში, რომელიც ბიზნეს ჯიბეში ჩაუდა. შეიძლება მას ესე ფიქრ ქონია. ეს პროცესი არის ბიზნეს დროსაც დაწყებულა და იმის დროს რომ დამთავრდა, არ ნიშნავს რომ მას პირადად აჩუქა ვიღაცა მას რაღაც და ეხლა თვითონ შეუძლია რომ ხალხს ელაპარაკოს იმენით, რომ ისი რა ეს მე ახლა უკვე სუვერენიტეტია ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ ეს მოდი დავთმოთ, იმიტომ რომ აღარ არის მნიშვნელოვანი. არა, ეს უვიზო რეჟიმი და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთე, თავისუფალი ვაჭრობა იქნებოდა ევროპასთან ასოცირება და როგორც იქნა დაბრუნების აი სიახლოვე ამ დაბრუნების ჩვენ ევროპულ ოჯახში, ხო? ეს დაიწყო 90-იანებიდან და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ეს არავის არც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის დამსახურება და რაღაც მისი პირადი ამბავი არ არის. ამიტომ ამას ჩვენ ახლა ვკარგავთ ყველანი. ჩვენ კი არა მარტო, ჩვენი შვილები კარგავენ. მე ამის უკან დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. ეს პროცესები რაც ახლა შეაფასეთ, ეს დიდად ზრდის უკვე აი ამ საფრთხეს, რომ ჩვენ შეიძლება ნამდვილად დავკარგოთ წლის ბოლომდე უვიზო მიმოსვლა. მე არ მინდა რომ ასე მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით კი. ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, დღეს რა მოხდა და ამ ბოლო დღეებში რა მოხდა, ეგ ზღვარი, ეგ წითელი ხაზი ამ რეჟიმს გადალახული აქვს უკვე. ანუ ის ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ პარალელურად ევროინტეგრაციისა აიღო, როცა მაგ ვალდებულებებს ისე თავზე გადაახევ, შენს ხალხს პირველ რიგში, შენს საზოგადოებას და მე ეს არის ამის გარდაუვალი შედეგი. ამიტომ როდის მოხდება არ ვიცი, მაგრამ ამ გზაზე სიარულს აუცილებლად მოყვება ეს. დიახ, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, სადაც გაიმართა მოსმენა გუშინ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ იქ ჩასული და ამასთანავე მეგობარ აქტს გამოითქვა შეერთებულ შტატებში წუხილი ამერიკელების მხრიდან, რომ სენატში ასე დაჩქარებულად ეს ვერ გავიდა მეგობარი აქტის დამტკიცება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დამტკიცდება. მაგრამ აი როგორც უვიზოზე ვსაუბრობდით ახლა და არ გვინდა ეგ მოხდეს. არსებობს შეერთებულ შტატებში პროცესი, რაც ნამდვილად გვინდა რომ მოხდეს, იმიტომ რომ ის ეხება ბიძინა ივანიშვილს და ამ რეჟიმს. მეგობარი აქტის მიღების შანსები რამდენად მაღალია, მათ შორის ესეც მაინტერესებს დროში. ვადებში, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესები მიდის საქართველოში, აქ ყველა უყურებს იმას, რომ დასავლელი პარტნიორები მიეხმარებიან ქართველ ხალხს, რომ რაღაცნაირად აი ეს წნეხი, რაც ხალხზე არის, შემსუბუქდეს და ეს წნეხი პირიქით გაძლიერდეს ივანიშვილზე. არ ვიცი, შანსებთან დაკავშირებით, ვიცი ის პროცესი არის გაჭედილი, აქ უნდა გვესმოდეს, რომ გაჭედვა არ არის დაკავშირებული იმასთან რომ თქვა ქართული ოცნება კარგად მუშაობს და გაჭედა, ან იმასთან რომ ქართულმა ოცნებამ კონტაქტი დაამყარა ამერიკის ადმინისტრაციასთან, ან იმასთან რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ვინმე რაღაცაში დაარწმუნა, ამასთან კავშირში არ არის. იქ გაჭედვა და ტემპი ზოგადად ამ მეგობარი აქტის წინსulis არის დამოკიდებული შიდა ამერიკულ პოლიტიკურ პროცესზე. როგორც კონგრესის შიგნით, ან ორივე პალატას შიგნით რა. აი განსხვავებული პროცესები არის, რომელიც კიდევ ერთხელ საქართველოსგან დამოუკიდებლად არის პრობლემატური, ხო? ანუ სენატში რომ მოხდე კენჭისყრაზე უნდა გაიარო რაღაც პროცესები, იქ არის ძალიან სერიოზული დროსთან დაკავშირებული პრობლემები, არის თითოეული სენატორის პოზიცია მნიშვნელოვანი, იგივე ეხება ჰაუზის შიგნით, ამიტომ ასევე იგივე პრობლემები არის დაკავშირებული, რომ უფრო დიდ რაღაც კანონ პროექტს მიაბა, ანუ ეს როგორ მოხდება, სიმართლე რომ ვთქვა, ძნელი საპროგნოზოა. მე დაახლოებით პროცედურა ვიცი და წარმომიდგენია, მაგრამ სად შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა, აი რა ქვია რაღაც პრობლემა ხო, რაღაცა რაც მას გააჩერებს roadblock-ი რასაც ქვია, ხო, შლაგბაუმს და შეიძლება გაჩნდეს, ეს არავინ არ ვიცით ამ წუთში ზუსტად, ხო? მაგრამ ისევე უკან დაუბრუნდეთ, ეს დაახლოებით იგივე რამარჩი ჩვენ თვითონ ვკითხოთ, რა გვინდა ეს მეგობარი აქტი, ან რა გვინდა ეს სანქცია. ჩვენ ეს ხო
იმიტომ არ გვინდა რომ უბრალოდ დავსაჯოთ, ხო? ჩვენ ეს გვინდა იმისთვის, რომ აქ ეს გარემო შეიცვალოს, ხო ესე? ეს დაახლოებით იგივე კითხვა არის. მას რა ქვია, სერიულ მკვლელს და მანიაკს თუ ციხეში სვამენ, რატო სვამენ ციხეში? იმიტომ რომ დასაჯონ იმისთვის, რაც გააკეთა, მარტო ეგ არის, თუ იზოლირებულს რომ კიდე მეტი არ გააფუჭოს. რა ეგ გვინდა, ანუ საზოგადოების ამოცანა ხო ეგ არის, რომ ამათმა მეტი არაფერი არ გააფუჭოთ. და აქედან გამომდინარე, ეს ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია, რომ ესენი დაისაჯონ, მაგრამ იმისთვის, რომ ამათმა მეტი არ გააფუჭონ, ესენი უნდა შეიცვალონ. და ეს ყველაფერი არის შიდა ამბავი. ეს ყველაფერი არის ქვეყნის შიგნით, შიდა პოლიტიკური პროცესი და მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, მაგრამ ასევე სხვა აქტორებიც იქნება ეს გარე პროტესტი თუ სხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმის შედეგად შვიდობიანად კონსტიტუციის პარაგრაფში ამ პროცესს მიიყვანენ ბოლომდე, იმიტომ რომ ყველა გარე ესეთი ინიციატივა კარგია, ოღონდ ეგ არ გვიგვარებს პრობლემას.